მოგესალმებით. ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. სულ როგორ? ჩვენი ბრათ ახლოვდება 19 იანვარი და ნერვიულობაც ცოტ-ცოტად მატულობს. კი ბატონო, ისეთი საკმაოდ აი ყოველ დღე რაღაც ახალისა ნერვიულო, საფიქრალ, სასაუბრო გვიჩდება, თუმცა მოდი გემრიელ ლუკმა ცოტა მერე მოვიტოვოთ და გადასარევი კარდი არის, საკმაოდ კარგი ორთაბრძოლებია და გავიაროთ. ნელ-ნელა მივყვეთ UFC 311-ს, სადაც მარტო მერაბის ჩუბი თავისთავად ჩვენთვის პრიორიტეტია, მაგრამ ძალიან მაგარი დაპირისპირება ისლამ ახაჩევს და არმან ცარუკიანს შორის, ასევე პროჰაშკა, როგორც ჩვენ ვიტყოდით, ჯამალაჰილი და დარიუში მოიკანოს გადასარევი ჩუბი, ასე პიმბლეტთან მინდოდა ეჭხუბა. იმედი მქონდა მე. და კევინ ჰოლანდიც რიდერთან აქვს ჩუბი, კი. ნახოთ ერთი რას იზავს და როგორ იზავს და. კი, სანამ ამ ცხელ თემებში შევალთ, კი ბატონო. ტრადიციულად მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ მაყურებელს და ჩვენ გამომწერებს, რომელიც უკვე დღეის მონაცემებით 4500 ადამიანია. მადლობა ამისთვის მეგობრებო, ასევე დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ კომპანია Ford Dealer Auto Imports, რომელიც ჩვენ გვერდზეა და გვეხმარება, რომ ეს კონტენტი თქვენთვის შევქმნათ. გვინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ გამოიწეროთ, ვინც გვიყურებთ აქტიურად, იმიტომ რომ არ მგონია, რომ ჩვენ ვიდეოებს ისე ჩაუარ, ან მგონია, რომ სპორტით დაინტერესებული უნდა იყო, რომ საათიან პოდკასტს უყურო და ჩემი აზრით მინიმუმ 2-ჯერ მეტი ადამიანი გვიყურებს, ვიდრე გამოწერილი ვართ. ასე რომ მარტო იწეროთ მეგობრებო. მიაკლიკეთ ჰუკით თუ გინდათ, ჯებით თუ გინდა აფერკათით, სულ ერთია, თავარია დაასაბსკრაიბეთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს ძალიან მნიშვნელოვან ბუშტს გვაძლევს, რომ უფრო ხარისხიანი და უფრო ბევრი კონტენტი ვაკეთოთ. ჩვენ მოსმენას ასევე შეძლებთ Spotify-ზე, უკვე ახალ პლატფორმაზე, სადაც თუ ხშირად გიწევთ საცობებში ყოფნა, ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე YouTube-ზე. ვარჯიშის დროს საცობებში, შორგზაზე იდეალურია პოდკასტების მოსმენა, იმიტომ რომ ვიცი, საათი მუსიკის მოსმენა მე მიჭირს ხოლმე. ახალგაზრდობაში გამომდიოდა, მაგრამ კი მუსიკას მოусმინე, ხასიათზე მოხვედი, მაგრამ რამდენი ხანი უნდა უსმინო მუსიკას. ჩართავ პოდკასტს შენ საინტერესო თემაზე მოусმენ, გაერთობით, ამ ყველაფერს დავაორგანიზებთ და დაგახვედრებთ რამდენიმე ამ ვიდეოს გამოსვლიდან ვეცდებით უკვე რომ Spotify-ზეც იყოს და Spotify-ის ლინკი აღწერაშიც დაგხვდებათ. და ეხლა გადავიდეთ UFC 311-ზე და პირველი ეს lightweight-ის ჩუბი, რაც არის ეს მოიკანო დარიუში რაღაც ცოტა დარიუშ რაღაც მომენტუმი ქონდა, რომელიც ხელიდან გაუშვა, რომელიც ხო, ცოტა ისეთ მძიმედ გაუშვა, იმიტომ რომ ველოდი რომ აი ვის მოუგო ახსოვს. რაღაცა კარგად მიაწვა. გამროც მოუგო. ფერგისონს მოუგო. ფერგისონს გამროტამდე მოუგო. კეთო ახლა ზუსტად. რაღაცა მიალაგა კარგად. კი, კარგად მიალაგა, უბრალოდ ოლივიერასთან წააგო, მერე ცარუგიანთანაც წააგო. გამროტი იყო ბოლომაგება. ხო, თან გამროტი უბრალოდ არ არის ისეთი ხელწავა. ეხა ფერგისონზე გასაგებია, რომ იტყვი რა აღმოჩნდა რომ ჩვენთან ფერგისონთან მოუწია ბრძოლა, მაგრამ ასევე ჩვენი საყვარელი ტერმინით ღორმა და ზახმა მოუგო, მაგრამ გამროტი ნამდვილად ისეთი W არის ნებისმიერ მებრძოლის სივიში რა. ცარუკიანს მოუგო ადამიანმა ბოლო-ბოლო ყველაფერს თავი გაანებო, აგერ კამარზე იბრძვის და მაგამდეც მივალ და მოიკანოს ეხლა აქ მომენტუმი, ეხლა გადააბა მოგებები, გადასარევად მიდის, პედი პიმბლეტზე იძახდა რომ easy money. ძალიან საყვარელი ტიპი არის ხოთა შორის ეს მოიკანო, ისეთია რა, NPC არ არის რა, საინტერესო ინტერვიუები აქვს. სხვა შორის არ ქონდა ეს ინტერვიუები და მე რაღაცა პროცესში კოლბისავით მოუწია. ეპოვა თავისი თავი და დაიწყო და სხვა შორის კარგადაც გამოსვლის. კი, ყველასთვის საყვარელი რესპონდენტია, ჰელვანისთანაც ათენებს აღამებს, გურუც მაგაზე, MMA გურუც მაგაზე ხშირად საუბრობს და მე მგონი ყავდა და მოკლედ ისეთი საინტერესო ტიპი გაიჩითა რა და უბრალოდ რაღაც მგონია რომ აი ეს არის დარიუშისთვის როგორი შანსიცი, მაგრამ აი რაღაცა სხვადასხვა სტილისტიკურად კარგი საჩუქარი თქვა არ ვიტყვი, მაგრამ სტილისტიკურად კარგი ის მიცეს რა, იმიტომ რომ ეხა მოიკანო მაინც გრეპლერი არის, მოიკანო მაინც ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ოსტატია, თუმცა ძალიან მოუმატა დგომში.
ხო და აქვს შანსი დარიუში. კი, გაცვლებშიც თან არერიდება დიდად მოიგანო. აი, ტურნირთან თუ გახსოვს ის ბრძოლა, რომ გაითიშ დავარდა მოიგანო ტურნირმა, გადაწყვიტა რომ მოვიგეო ეგ ბრძოლა და წააგო საბოლოოდ. კი ბატონო. თუ ხო იცი რა მე ბრძოლებს რა ვიმართებათ, რა ერთხელ რო გატყდა და წავიდა მე ტონი ფერგისონობა. თუ დაემართა ეგ დარიუს, ნუ გამოჩნდა. მე დამართული აქ და არ ვიცი, მე ბევრად გამიხარდებოდა პიმბლეტი მოიკანოს. ეგ ჩხუბი შედგება ჩემი აზრით, იმიტომ რომ პიმბლეტის კაი შეგულიანებულია რა. ეხლა ვიღაცებს მოუგო და აუ გაგიჟდა 60 წლის ფერგისონს იმ დეგენერაციას ბობი გრინმა რო კისერი ჰატამახჭო ბობი გრინმა რო პირველად გადაწყვეტა რომ ტეიქდაუნი გაიგეთა. თან ესე პირდაპირ კისრით, ხელის გარეშე. იმასთან წააგო, რა ქვია იმას. მაგრამ ნუ მან ფეხი ქონდა მოტეხილი მართლა ეგრე აღმოჩნდა და კარგი ვაპატიოთ ის ბიჭი აღარ მახსოვს. და პიმბლეტი შეგულიანებულია მოიკანოზე იწევს და აი ჩემი აზრით ახლა matchmaker-ებმა განაეხა ეს რაღაც title contender-ის ჩხუბი უნდა იყოს, მაგრამ აი უკვე რო top 5-ელს უკაკუნებს პიმბლეტი მოიკანო გადასარევი ჩხუბი. აქ კითხვის ნიშანი უფრო არის რომ მოიკანოს მომენტუმ შეაჩერებს თუ არა ეს დარიუში და ზოგადად დარიუსი დაიწყებს თუ არა ისევ მოგებების სერიაზე გასვლას. რაც მაგასაკში ხშირად არ ხდება ხოლმე. მაგრამ ნუ დარიუსი კარგი მებრძოლი არის, კარგი ბრძოლებს შემოუთავაზებია, აი გამბროთან ძალიან კარგი ბრძოლა ქონა. კი და თან ის არის რა, სულ ყოფილი არის იმ კუთხით, რომ აი ვერ იტყვი რაღაც სუსტ წერტილი უფრო მაინც ის არის ყბარი რა, იმიტომ რომ ეძინება რომ ადვილად ერთი სიტყვით. ხო და ნახოთ როგორ რა ჩხუბი შედგება დარიუს და მოიკანოს შორის. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, ბევრად მერჩინა პიმბლეტი მოიკანო, თუმცა ნუ არ შედგა ეს ორთა ბრძოლა. და იმედი მაქვს რომ ამ თუ მოიკანო მოიგებს რომ წააგო სიმართლე გითხრა დამარცხებული მოიკანო პიმბლეტიც ლოგიკურია. კი, პიმბლეტის შემთხვევაში უბრალოდ სენდენისმა რახან მოიკანოსთან წააგო, რახან და მოიკანო ამასთან ჩაინიშნა, ვფიქრობდი რომ შეიძლება სენდენისთანაც დაენიშნათ, იმიტომ რომ სენდენის გაუფუჭდა პორიე მოუგო, აქ მოიკანო მოუგო და მაგასაც კარგად ქონდა აკრეფილი, თან რაღაც კაი ბექსტორი ქონდა, ხა ჯარის კაცი, ნამდვილი მეომარი რაღაც. პორიესთან ნუ პორიე ჩაუტარა და უბრალოდ ხო ნუ პორიესთან რომ დადგები და პორიეს ყველაზე კარგად რაც გამოსდის იმის შანსი მისცა და დაუდგა და იქნებდა ხელებს და იცის ახლა პორიემ შეიძლება ჯერვონტა დევისის ის არა კრივი, მაგრამ იცის ახლა MMA-ში გაცვლებში პორიე ძალიან საშიშკაცია. არ დაეჩაგრინებს თავს არავის. ძალიან საშიშკაცია. ხო, მოკლედ საინტერესო ბრძოლა გველოდება. ნამდვილად და ასევე ჰირის და ჯამალას პროჰაჩის ჯამალა პროჰაჩის და იური პროჰაჩკას. ეს პერეირას ორი მსხვერპლი. ხო, პერეირას ორი მსხვერპლი. ნორმალური სტრაიკინგი აქვს ჯამალს, არ ვერჩი დიდად არაფერს, კარგი ხელები აქვს. ჰირი პროჰაჩკას კიდე აი როგორ გითხრა რა, აი რაღაცა რო გაჯდება შენში ეს კარატისტული დგომი, სადაც ხელები არ ვიცი ძალიჩვება ამ ყველაფერს თუ არ ვიცი, აი როგორ შეიძლება ხა დღევანდელ UFC-ში და MMA-ში ზოგადად ნებისმიერ მაღალი დონის ორგანიზაციაში აი ესე ჩხუბი, ანუ მან უნდა იყო პერნელ ვიტიკერი, მან აი რო თავს ამოძრავებდე ხელთით რაღაცა ანდერსონ სილვას მოძრაობები გჭირდება. ხო რა აი ეგრე არ შეიძლება ჩხუბი არ ეს დადგე და ისიც რო არის ვანდერბოი რო ვანდერბოია ისაც ჩვება და ისიც დაიჭირეს. ხო და MVP-ც რო MVP-ა არა და ვერ აქვს MVP-ს ახლა სასაული ეს აი რაღაცა point karate რასაც ქვია რა, რომ ხელები ჩამოშვებული აქეთ-იქით ბახ მოხდა აქეთ-იქით შემოვიდა და როგორ 1-2 დარტყმა იანგარის რეები გაუტარა ის რა ცოცხ ხმა გავიგე იქიდან სტრაფია და ფეთქი ლას-ვეგასიდან დიღმის მე-6 მასივში გავიგე ხმა რა იყო რა გაარტყა მეთქი გადარჩა როგორ შედის რა ანუ ამ სტრაფაში სტრაფათო გამოღამებინებს რა რომ ვითომ ის არის რა პროგნოზირებადი ტემპი აქეთ-იქით
აკეთ დიქით და უცბად რაღაც მოულოდნელად შემოდის და მე საერთოდ გადის და აი ესეთი ჰირის აქვს ეს ყველაფერი ოღონდ აგებული რაღაც იმაზე toughness-ზე და არა ბოლომდე ტექნიკაზე კი კარგი სტრაიკინგი აქვს და გვახსოვს რეიესი როგორ გათიშა და ძალიან ეფექტური ნუ რაღაც სასაული ჰაილაითები ქონდა ხა ირის ნამდვილად ვერ დაუწუნებ მაგრამ აი როცა ტოპს აღწევ როცა იმ მონაკვეთს აღწევ სადაც სულ ელიტა ხდება მე იქ უკვე ეგეთი მინუსებს ვეღარავინ არ გაპატიებს არავინ რა და ჯამალ ჰილი ნუ ახლა კაც ჩემპიონი იყო როგორ ვთქვათ რომ დაბალი მაღალი დონის მებრძოლი არ არის თქო ნახოთ აი მე მაგალითად ეგეთი მოსაზრება მაქვს რომ მაღალი დონის სტრაიკერმა ჰირი პროჰაჩკას მინუსები აუცილებლად უნდა გამოიყენოს აი აუცილებლად უნდა გამოიყენოს და სხვათა შორის აი შეგვიძლია რომ დავარქვათ ამ მორგთა ბრძოლას სახელი რა რომ აი ჯამალ ჰილი თუ არის მაგარი ბიჭი და ამბობს რომ გადასარევი ხელები მაქვს და პერეირა რა ქვია იჟილკა რომ მოიპარა ხო გახსოვს ის რომ ხო ის მომენტი უბრალოდ არ ვეთანხმები ნაბიჯი შემოდგა მეც ვერ დავინახე დიდად სადრა ნაბიჯი შედგა და გაიწიე რა რა გიშლის გადი იქით ვერ შემოდგა მაგრამ ნუ მოკლედ თუ ჯამალ ჰილს მართლა აქვს ელიტარული ხელები პროჰაჩკა უნდა აუცილებლად დასაჯოს აუცილებლად. მithumetes ორივე მოდის პერეირასთან მარცხით, ორივე მძიმედ დანოკაუტდა. პერეირას ერთ პერეირას ფეხი მოხვდა, მეორეს პერეირას მარცხენა, რომელი არის უარესი ვერ იტყვი. მარცხით მოხვდი. ჯობია არცეთი არ მოხდეს. undefeated. პროჰაჩკა უფრო რაღაცა ეს ჩემი აზრით იმდენად ამ თაფნეზე გათვლილი გეგმა აქვს რომ ეს ძიმე ბოლო ნოკაუტი იმოქმედებს და ეს თაფნესი მოაკლდება და ცოტა რომ დაიკარგა. გონია რომ სადღაც ბრძოლის მონაკვეთში სადღაც დაიკარგება თუ კარგად არ გაუტარა ჰილს ისე რომ ჰილი ცოტა დააშინოს. პროჰაჩკაზე ხო იცის ამბები რომ სიბნელეში ატარებს 3 კვირას და საჭიროა ხა. აი ეს სამურაი რომელიც მისიაზე აგაგზავნილი რომ 14 რა ქვია ჩინელი ნინძა ყელი გამოჭრას კარგი სანერვიულა კაცდა კარგი სპორტსმენი ხარ დაწყნად გაგთიშავენ მოვა ის ასრაფ წაგიყვანენ ფულს გაგძლევენ გადაგყვებიან თავს და მეზედმეტება რა ეგეთი რიტუალები გასაგებია მებრძოლი ხარ უნდა განეწყო შენი ყოველს თავისი ცრუწმენა აქვს თუ ნუ ალბათ მაინც ბრენდის ამბავში ხო მაგრამ მართლა თუ ჩაკეტილი სიმნელეში იმაში რა ქვია ცუდი ზაღლის პატრონებს რო პადვალში ჩაკეტილი რო ყავდა ბოდიში პადულისთვის სარდაფში რო ყავდათ ხოლმე ჩაკეტილი ზაღლები ხა ეგრეთ უცხოებს საერთო თავში მაგრამ lightweights light heavyweights ახასიათებს ეს აი პერეირა უკვე ის რაღაცა ის ჩაამა და გუნძულებიდან წამოსული ადამიანი აქეთ აი ცოტა რამ დამღალა იცი ანუ პერეირა არის ყველაზე ჭკვიანი კაცი პირველ რიგში მე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ხელს ვაწერ რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერი რაც MMA-ს უნახავს ოღონდ იმა რა გააკეთა იცი რომ კიკბოქსინგში პერეირას აქვს 7 წაგება ანუ პერეირა არ არის კიკბოქსინგის მესი და არიან ბევრად მაგარი ბიჭები და არც თუ ისე ცოტა მე თქვა რომ ეს კიკბოქსინგი რაღა კიკბოქსერებს ვიჭხუბო წავალ და ხან მოჭიდავის გავარტყავ მუხს ხან ჯამალა ჰილს ხან იმას ხან ამას და გადმოდის და კიკბოქსინგს ეჭყუბება MMA-ის მებრძოლებს და ეხა სანამ მაგარ ტესტს არ გაივლის მოჭიდავესთან ან რაღაც სასაულ გრეპლერთან რავი ეხა თიშე ეხა ადესანია პერეირა რა ვიცი იჭყუბეს და ნახე აი ბლაჰოვიჩი პერეირას ბრძოლა თუ გახსოვს რეალურად ეხა ბლაჰოვიჩი შედარებით ყველაზე კაი მოჭიდავია ვისთანაც უჭყუბია პერეირას UFC-ში ძალიან ახლო ბრძოლა იყო და ბევრი ფიქრობდა რომ იქ ბლაჰოვიჩს რაღაც დოზით მოგება წაართვეს მაგარი მოჭიდავე შედარებით აი რაღაცა პოლონური სკოლა აქვს გამოვლილი და იქ რაღაცა იზის ჭიდაობით მოგო მაგრამ ბევრად ძიმე იყო იზიზე და აქაც ნუ ცუდი რაღაც ქნა და აი აქ ბლაჰოვიჩთან რომ ესეთი ეფექტი ქონდა ჭიდაობას გასაგებია ანგალოებთან რადგანაც არიდებს თავს და არიდებინებენ იმიტომ რომ ფულშოულობენ კიდევ ერთი არგუმენტია და ისა ჩვენ წინაზე თქვით რომ გასაგებია რომ ძალიან მაგარია მაგრამ თუ ამბობთ რომ მაგარი არის იმ დონეზე რომ MMA-ის თარია მაშინ უნდა გაეტესტოს სტრაიკერის
სტრაიკერებს ერთი პლუსი და ერთი მინუსი აქვს. პლუსი აქვს ის, რომ ადვილად აყვარებენ ხალხს თავს და მინუსი აქვს ის, რომ ძალიან უჭირთ მოჭიდავეებთან. და სტრაიკერის თავარი ტესტი არის, რომ აბა შენი დივიზიონის საუკეთესო მოჭიდავესთან რას იცავ. საკუთარ დივიზიონს ყველაზე მაგარი მოჭიდავე არის ანკალაევი, რომელიც ვერ გეტყვი რომ რაღაცას ანუ მე მაგალითად ვერ ხვდები middleweight-ში ხამზად ჩიმაევის ჭიდაბაზე რა პასუხი ექნებოდა პერეირას. რუსან ანახი მაქვს ისრაელ ადესანია როგორ უგებდა პოზიციებს და როგორ პირველი რაუნდში მგონია რომ დააფინიშებდა ხამზატი. აი თუ ხამზატს დატოვებდა პერეირა ფეხზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ხამზატი, მაგრამ ხამზატი თუ აღმოაჩენდა რაღაცა სივრცესაც და ტეიქდაუნში ასრულებდა და დააგდებდა პერეირას, პერეირა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ვიდრე აღმოჩნდა ხამზატი. აი light heavyweight-საც შეეხება. ნუ მძიმე იქ რაღაცეები შეიძლება შეიცვალოს. იქ შეიძლება საერთოდ არ მოუხდეს ხამზატის ჭიდაობას, აი ელასტიურობას, ფეთქებადობას ეს ზედმეტი წონა რა და შეიძლება რაღაც უფრო მეტი შანსი გქონდეს პერეირას light heavyweight-ში ხამზატთან ვიდრე middleweight-ში უპირატესობისგან. ხო რა თვითონაც დიდი იქნება და ხამზატსაც წონი ხამზატი light heavyweight-ი არ არის. ხამზატი middleweight-ია კი რო გავაასაკიდრო და ხამზატი დიდია იჭუბებს კაცო ძალიან ბევრ light heavyweight-ს მოუგებს ხამზატი ეხა მაგრამ ნუ იმაზე მაქვს საუბარი რომ შანსები ცოტა ეზრდება პერეირას light heavyweight-ში რა ნახოთ ანკალაევი და გასაგებია ეს იმიჯი ეს პოატან შამა გადასკარგია იცოცხლე მაგრამ ეხა ჩვენთვის ვისაც გვიყვარს MMA და გვაინტერესებს ვინ არის საუკეთესო MMA-ის მებრძოლი თითოეულ დივიზიონში ეგ ტესტი უნდა ჩააბარო რა აბა ეხა უპარტყუნე ეხა იმათ და იყავი რა ვიცი ხო გავიგე რომ მაგარი კიკბოქსიორი ხარ და იმას რა ქვია კი უბრალოდ აი საბოლოოდ მაინც მოუწევს ანგალაევთან და ჩემი აზრით პერეირა მიცის ეგ რომ საბოლოოდ მაინც მოუწევს ანგალაევთან და ქმნის ლეგასის რაღაცა ფულსაც კარგად აგროვებს ასაკიც ვათაშორის ახლა პერეირა პატარა ბიჭი არ არის და ემატება ასაკი მე შემილია ვივარაუდო რომ პერეირა დაამთავრებს კარიერას ისე რომ ანგალაევთან არ იჭხუბებს კი მე ვფიქრობ რომ ლოგიკური შეიძლება თქვას რომ აღარ მინდა ქამარი ხა და მიდი ანგალაევმა და იმ პროჰაჩკა მიჭხუბეთ მიდი ხა ხო აი არათრევინებ მაგიტომ ამბობ მით უმეტეს ხო აი ჯობია და ამართ წახვიდე დაამთავრო კარიერა ისე რომ კითხვის ნიშანი იყოს რომ ანგალაევის არ ეჭხუბე ვიდრე დაამთავრო კარიერა და დამარცხებული იყო ანგალაევის მე პირადად ავირჩევდი ანუ თუ შენ თუ მაგზას დაადექი ეს მე მეუბნები რომ შენ თვითონაც არ გჯერა რომ მოიგებდი იმიტომ რომ შენ შეიძლება ილუზიური იყო და შენ შეიძლება გეგონოს რომ ინოს მოუგებ მაგრამ ეგ ჩემთვის უკვე პლუსი არის რომ ჯერა კაც აგერ მიდი აჭხუბეთ ხო და ეხა შენ რო ეგრე ნაგლად არიდებ თავს როგორც პერეირა არიდებს ანკალაევის თავს ნუ რა ვიცი ხა თვითონაც არ ჯერა და ნუ რა ვიცი ხო და თან მით უმეტეს ანკალაევი ხა ძალიან კარგი მებრძოლი არის მაგრამ არ არის ეგეთი დომინანტი მოჭიდავე ახლა იქ ბლახოვიჩი ხო ზოგადად ახლა ბლახოვიჩთან მართალია მოიგო ეგ ბრძოლა, მაგრამ ნუ ფრედ დამთავრდა. რა ფეხები აღარ ქონდა ანკალაევი ვერ დადიოდა ფეხზე და ორივე ფეხი წაართვა low kick-ებმა ბლახოვიჩის და წარმოედგინე რას გიზავს იქ პერეირას low kick-ი. ჩვენ ხა იმაზე იმის ხაზგასმა გამოგჩა რომ თან ჩვეულებრივი შანსია რომ ხო ანუ ჰუკი ამოარტყას პერეირამ და გათიშოს ანკალაევი. უბრალოდ ხოხდები ანუ ყველაზე დიდი რისკია ხა რომ ვიღაცა იმას რა ქვია მოჭიდავეს უნდა ეჭხუბოდა ხა მაგ დივიზიონში ანკალაევზე კარგად ვერ ჭიდაობს ვერავინ და ნუ რა გავაკეთო მე ხა მე ვერ ვეჭიდავები პერეირას და ნახოთ უნდა ეჭხუბოს თუ აი ჰარდკორ MMA ფანებს და საკუთარ ფანებს უნდა რომ დაუმტკიცოს რომ არის light heavyweight goat-ი და ძალიან მაგარი ტიპი და შამა და რაღაცები რა ვიცი მაშინ რაგერ ანკალაევის რომ მოუგოს პერეირა კიდე რა აქვს დასამტკიცებელი აღარც რა ვიცი ხა ჯონ ჯონსზე ნექსასაცილო არის ხო ეგ არ არის რეალურად
დისტანციაზე დადგება ჯონ ჯონსი თვალებში ატაკებს თიც მერე გაუკეთებს ტეიქდაუნს და გაგუტავს დამთავრებულია სირილ განის რაც უკრა ჯონ ჯონსმა ამას უარეს დამართებს სირილ განს რომ მაგას უშვები ამ ხელა კაცს არანაკლები მithot პერეირას მასზე დიდი ოპონენტი არ ყოლია იმ ჯონ ჯონსი ან თვითონ ჯონ ჯონსი რაღაცია რომ ბევრად მაინტერესებს ჩუბი პერეირასთან ვიდრე ასპინალთან ხა მეც ბევრად მაინტერესებს ჩუბი მეოთხე ნახე ჯონ ჯონსზე 40 მილიონს ითხოვსო ხო 40 თუ რაღაცები ხო და სავარაუდოდ დანა დათანხმდება ასპინალის ამბავზე და სხვათა შორის ეხუდოს ქონდა კაი პოსტი მაგას დაწერილო ჩემი აზრითო უფრო მეტად საინტერესო ბრძოლა არისო და გაყიდვად იქნება ილია ეგენის მახაჩევი ვიდრე ჯონ ჯონსი ასპინალია ერთი პრობლემა და უპირატესობა აქვს რომ ჯონ ჯონსი ასპინალი არის ვესტერნული pay-per-view სამყაროები ხო ერთი ბრიტანელია ერთი ამერიკელი არის ეს ორი ქვეყანა არის წამყვანი ქვეყნები ნუ კრივშიც რა კაცო ხო იცის ანუ კულტურა აქვს რომ ტრანსლაციაში $87 გადაიხადონ და ესპანეთში კიდევ გასაგებია ესპანეთში საქართველოში და იმაში რა დაღესტანში და მან pay-per-views არ გეძლობს ფუნქციაზე ისტორიით და რა თქმა უნდა რა უბრალოდ მან ხა როგორ შეფასდება ვინ რამდენ pay-per-views გაყიდეს ხო ხა ჯონ ჯონსის და ასპინალის ჩხუბს UFC ისეთ PR კამპანიას ჩაატარებს რომ აი მე მაინც უბრალოდ მახაჩევის ამბავი ჩვენ ხშირად ვეუბნებიან კომენტარებში რას ფიქრობ მე არ მგონია რომ მახაჩევი ლაითვეჩი დიდხანს არჩევა ხო არ თქვა თანგაც აღარ მინდა ანუ არ მეო შანსო არ მიცემო და მე ცეჰუდომ ძლივს რაღაცა სწორი ამოვიდა პირიდან და თქვა რომ ილია არ ითხოვსო პირდაპირ ოჰო ჩარლს დაამარცხებსო ჩარლსი კონტენდერი არის ხო კონტენდერთან უნდა იჩხუბოს ილია და მე რო ეკუთვნის ხო? ხო, ლეგიტიმაცია. მან ილია იმის გამო აღარ იღებს საჩემპიონო ბრძოლას, რომ რაღაცა ქვედა წონის ჩემპიონია და ილია იღებს, იმიტომ რომ კონტენდერს დაამარცხებს. თავისთავად. შესაბამისად, ეგ ამბავი ნამდვილად ეგრე არის ობიექტურად. თუ ილია მოუგო პირველ ადგილოსანს, ესე იგი ის ხდება უმარი რატო ჭუბობს ხა? იმიტომ რომ პირველ ადგილოსანს მოუგო და ზუსტად ესე. არც ილიას მოუგია ტოპ 10-დან ვინმესთვის და არც უმარს და როგორც მოუგებს ილია, ისე მოუგებს ისე მოიგო უმარმაც და კი ჭუბობენ და იგივე ლოგიკით ილიას ეკუთვნის კამარზე ჭუბი თუ დაამარცხებს კონტენდერს ხო? მეინ კარტზე იმ ორი მთავარი ბრძოლის გარდა ერთი დაგვრჩა ჰოლანდი და რიდერის ბრძოლა. სადაც ნუ ჰოლანდი ვიცით ბოლოს ჩვენ ლაივში უყურეთ ბრძოლას რომანთან დამარცხდა. რიდერს თქვენი მეორე ბრძოლა ხო UFC-ში? ხო არ მახსოვს. სადღაც მგონი მე თერო არა მახსოვს. ხო, ახალი დამწყებია მეორე აქ და არის ძალიან კაი გრეპლერი. საბმიშენი გამოსდის ძალიან კარგად და ჰოლანდს კიდევ ვიცით რომ არ გამოსდის აქ ძალიან კარგად. არა, თვითონ ის არის, მე მგონი ჰოლანდს რაღაც ჯიცერიან ჩვენნაირი შავი კამარი, მეც რომ აქ ეგეთი ყველას რომ კამარი აქ ეგეთი შავი კამარი. კამარი მოვიტანო, გავიგეთ. მე არა, მიგეთია, შავი კამარი მიგეთია. ეგეთი შავი კამარები ყველას გვაქვს, ხო და ნუ ხო, კევინ ჰოლანდი სიმართლე გითხრა ერთადერთი აი რომან დოლიძის გარდა ვინმე სხვა რო ყოფილიყო ძალიან შემეცოდებოდა რა უბრალოდ ნუ ეხა რომანმა მოიგო და გაგვიხარდა და ნუ ძალიან სპორტსმენისთვის ეგეთი რამე ძალიან ამდენი ხანი ჭუბისთვის ეხა ფეხბურთელიც ყველა ცოდო არის მაგრამ მებრძოლი განსაკუთრებით იმიტომ რომ ხო რა ემზადები ეხა ამდენი ხანი თვეები ვარჯიშობ რომ მასეთ რო სხვა ჯობია რომ ჩემი აზრით შეცდომის გამო წააგო რა დაგიჭიროს და დაგასაბმითოს ვიდრე რაღაცას ისწავლი მაინც რომ აი აწი ესე არ ვიდრე შუა პროცესში ტრავმა მიიღო და წააგო გეინ ჰოლანდი რასი ზავს როგორი ზავს რაღაცა მაგ ჭუბზე რაღაც ესე დიდად არც პროგნოზი არ წარმოდგენა მაგრამ მაინც მგონია რომ მომენტუმი ხელიდან გაუშვა კევინ ჰოლანდმა რა კარგად დაიწყო კევინმა და ხო 21 იყო ხო ეგ გიგას რო გადაასწრო 5 მოგები და გიგას კონდა 4 მაშინ მაგ დროს თუ წინ ვერ გადადგი აი ეგ არის 4 და 5 მოგებას რო მიაბავ მაგას უნდა მიაბა შენი ისტორიული აი მაგ პერიოდში იყო ჩიმავი აი რაღაცა ერთ თვეში რო სამჯერ იჭყობა ამის და აი ეგ მომენტუმი ისე დაიწყო ჩიმავიმაც რო აი ან ჩავარდებოდა ან
წავიდო და წინ და კი ნახეთ რომ ჩიმაევი არის კონტრა მაგალითი იმის რაც შეიძლება გამოსულიყო ჰოლანდი. ნამდვილად. ხო და ნახოთ რა იქნება როგორ იქნება. ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება ჩიმაევი ცარუკიანის ჩხუბზე, ზოგადად ცარუკიანის პერსონაჟზე რა. იმიტომ რომ როგორ კომენტარებს აკეთებს, იცი, ცოტა რომ არ ელოდებოდი რა, მაგალითად მახაჩევისთვის MMA ყველაფერია, მე კი ამას მხოლოდ გართობისთვის ვაკეთებ. მე ეს არაფერში მოყოლილი აქვს, რომ Instagram ვერიფიკაციის გამო მინდოდა UFC-ში მოხდიო, გავუგიჟდი და სიგიჟეებს ამბობს. ეს ყველაფერი არის გაправების build-up-ი, რომ მე თქვას, ხო გეუნებოდით კაცო, მე კიდაო, კაცო, ანუ excuses build-up-ი არის, რომ აი მე გვეტყვის, რომ ხო ამბობდი მანამდე, თუ უბრალოდ გულახდილია ეს ადამიანი, მე არ ვიცი ვერ გასუხებთ მაგაზე, მაგრამ რაღაცნაირ სიმპათიებს იწვევს რა იცი რომ თუ გულახდილია მე საერთოდ მომწონს როცა არაპოპულარულ გულახდილ აზრს ამბობს მებრძოლი რომლის გამოც შეიძლება გაიკიცხოს რომლის გამოც შეიძლება კრიტიკა მიიღოს მაგრამ ეს რომ ის გულახდილობას არჩევს რაღაცა მე ბავშვობაში სკოლაში ჩამგრავდნენ მე წავედი და კარატე ვისწავლე შემდგომ კი ყველა გავლახე ყოჩახტაში ან რაღაც ყველას რო ეგეთი ისტორია აქვს საერთოდ და რაღაცები ან ეს იცახს რა ვიცი ვერთობოდი ნიჭიერი ვიყავი და რავი აქა ვარ ქრუბობ ხამარზე და თუ მართლა ეგრე იყო ეგ ყველაფერი და თუ მართლა ეგრე გზნობს თავს ჯიგარია რა ვიცი მე ჩემში სიმპათიებს იწვევს ეგ ყველაფერი და ისლამსაც შეეხება ბევრი რამე თქვა ისლამმა ეხა ინტერვიუები ქონდა და ჩვენ მერაბზეც თქვა ერთი ურჩი თქვა და მაგაზეც გადავალ მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო რამე თქვა საინტერესო რამე კი არა არაფერი საინტერესო არ ყოფილა მაგრამ აი ვერ ხვდებიო რაში მჯობიაო და ცოტა დავეთანხმე რა კი გადასარევი ჭიდაობა მაგ აქვს არმანს სასწაული ხასიათიდან განწყობა აქვს ძალიან flexible არის ათლეტურია ძალიან ფიზიკურად ძალიან ძლიერია მაგრამ აი ეგ ყველა კომპონენტი რო ისლამისას მიუყენო აი რაში ჯობი აი უპირატესობა ის სადღაც რო რაღაც აი ისლამს რო კონდეს რაღაც კარდიოს პრობლემა ისლამს რო კონდეს რო აი რაღაც საგზნობლად ნაკლებად კარგი სტრაიკერი იყოს და ამას რაღაც სასწაული პირდაპირ აი ის დიდი უპირატესობა რის ხარჯეთ შეიძლება რომ სონი დადო რომ მაგ გაარტყავს აი ჯებია კარგი და ჯებზე დაიჭა აი რაღაც რო თქვა აი ეგეთი ხაზგასასმელად გამოსაკვეთი უპირატესობას ვერ ვხედავ რა და სწორედ ეგ თქვა ისლამმა და თან იცი რა არის კაცი ერთხელ რო დამარცხებული ყავს ნუ მენტალური უპირატესობა კი უპირატესობაში განა იმას ვამბობ რომ ეხა ცარუკიანი შეშინებული არა ისლამისთვის არის ეს უპირატესობა. მაგრამ მე ვფიქრობ აქეთ ცარუკიანს აქ მაგ ბრძოლაში რაღაც უპირატესობები იმ კუთხით რომ დებიუტანტი იყო, short notice იყო და ერთადერთი ადამიანი, ნუ ჩვენ ბრძოლას როცა მახაჩევზე საუბრობთ, რომ გათიშეს იმას არ თვლით. ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა და ძალიან ახლოს იყო რაღაცა თანაბარ ბრძოლა შემოგვთავაზა. ეს ცარუკიანისთვის ჩემი აზრით ერთგვარი мотиваციაც იქნება. იმიტომ რომ რაღაცა ხდება რომ სხვებისგან უკეთესი არის მომენტუმი მართლა მას აქვს თან საინტერესო ბრძოლები ქონდა ბოლოს აქ თაიუში დაამარცხა იქ ოლივერა დაამარცხა სხვადასხვა დებიუტიდან ანუ ჯამში მოკლე მონაკვეთში არც ისე მოკლე მაგრამ 11 ბრძოლა ჩაატარა და არ არის ეს ცოტა რიცხვი იმისთვის რომ გამოცდილება მეტად არ მოეგროვებინა და გამროთან სისულელე დაემართა რა უნდა წაიგო ეგ ხო გამროთან ის რა კი ეგ გამროტი არის ერთ-ერთი ფაქტორი რასაც ვფიქრობდი მე რომ აი სიმტკიცით და უფრო გეიმ პლანის მიყოლით უპირატესობა ექნება მახაჩევს აი ეს თავისი დისციპლინით ეს არ ცარუკიანს არ აქვს დისციპლინა და ჩანს ეგ რაღაც მომენტებში აი მაგალითად გაცვლებში ხანდახან შედის ისეთზე რაც არ არის აუცილებელი არა ოლივერა მართლა ერთ ხუჯერ გაგუდა რამის ხა რომ გამოძრა იმას არ ნიშნავს უბრალოდ მანდაც გამოძრა იმის ფონზე რომ უაზროდ აი რა ფლექსიბლ მოხერხებ აი ისე გადაკეცავს კიდურებს ამ ხელაგაცი რო გონია რომ რაღაცა ძვალი საერთოდ არ აქვს და მახაჩევი ეგეთ შეცდომს არ უშვებს და
მახაჩევს ასევე ახასიათებს ის, რომ დაშვებულ შეცდომას არ გპატიებს და სადღაც მაინც დაგიჭერს და უბრალოდ მან მე ის ფაქტორი მაქვს, რომ ისიც არ არის ცუდი ამ შემთხვევაში, რომ მახაჩევი ვერ ხედავს უპირატესობას რაღაცა სეგმენტში, იმიტომ რომ როცა იცის მახაჩევმა, რომ ვიღაცა რაღაცას ჯობია, მისი გეიმ პლანი სრულად აწყობილია იმაზე, რომ გაანეიტრალოს, ახლა უბრალოდ თითქოს მასზე არის ინიციატივა, რა სტილით ებრძოლოს, იმიტომ რომ არ მგონია რომ დომინანტის როლი დაუთმოს და ალბათ პირველ ადგილს დაიჭერს და იმან უნდა დაუხედროს საპასუხოდ. ისლამ მახაჩევი იმდენად გამოსტილი, წარმატებული, ნიჭიერი, ფიზიკურად ძლიერი, რომ ნახე მან ის უკვე რობოტიზირებულია მაგის ქცევა ოქტაგონზე რა მან და ისლამ მახაჩევი უცბად იმაზე რა ქვია არ ჩაფიქრდება რაღაცაზე და ამ დროს თავში ფეხი არ მოხვდება ანუ ის უკვე ოქტაგონშია გაზრდილი ხა რა უნდა დაემართოს ისლამ მახაჩევს თუ დაამარცხებ იმ რაღაცა განსაკუთრებული შეტევით აგრესიით რომ უცბად აღმოაჩენს რომ აი მე ეს მართლა მოსაგებად აი ვოლკანოვსკისთანაც დაემართა პირველ ბრძოლაში ერთადერთი სადაც ცოტა რაღაცა ვიგზენით რომ ადამიანია და რაღაცა რა იყო რომ ვოლკმა რაღაცა შუბლი და მიადო და აქეთ არ ტეიქდაუნი შეეშინდა არაფრის არ შეეშინდა და ეჭხუბა ბოლომდე მაგაშია საქმე რომ ეგეთი ხარისხის მებრძოლს შენ ესე ვერ მოუგებ. თხილად მოიცადე ახლა არა. ხო, რაციონალურ ბრძოლაში ვერ მოუგებ. არა, აბსოლუტურად გამორიცხული არის. უნდა შესთავაზოთ ცეცხლი უდიდესი ტემპერატურის. და იმ ცეცხლში უკვე ვინ რისგან არის დამზადებული, ეგ გამოჩნდება და შენ უნდა გქონდეს მაგის ხასიათი და მომზადება, რომ შენ ცეცხლს გაუგზავნო. სხვანაირად ისლამ მახაჩევის ნაირ მებრძოლს ესე ვერ მოუგებ რაღაც ტექნიკურად რა იგზნობს რომ იმაში დგომში ჯობნი გეჭიდავება და დგომშიც კიდე ეგრე ვერ აჯობებ კარგია იცის დისტანციას უშ დისციპლინირებულია თავს ამოძრავებს კარგი ფეხის დარტყმა აქვს სტრაიკინგიც ძალიან დაუფასებელი აქვს მაგრამ უკვე კარგ დონეზე აიყვანა გადასარევად იცის ყველაფერი და ამაშია საქმე რომ ცარუკიანს მე ზუსტად ვიცი რომ თვითონაც იცის ახლა ეს ყველაფერი ეგეთი მებრძოლი მხოლოდ და მხოლოდ რითი უნდა გააოცო რითი და შენი განწყობით და შენი პირველი ნომრობით რომ მოდი რას ამბობ მე შენ კი არა მე ვარ ჩემპიონი მაგან თუ იმიტომ რომ როცა ჩხუბობ იმ მომენტში ჩემპიონი არავინ არ არის იმ მომენტში წდება ვინ იქნება ჩემპიონი და ეგ უნდა ხო სასწორზე დევს კამარი და მაგაშია საქმე რომ ეგ უნდა გაიაზროს რომ ჩხუბის დროს ჩემპიონი აღარ არის სასწორზე დევს კამარი და ეს უნდა როგორც მისი მორალური უპირატესობა ესე გამოიყენოს. კი, ამის ფონზე ცარუკიანის გეგმა ჩემი აზრით უნდა იყოს აწყობილი იმაზე, რომ სარისკო გაცვლები არსებობდეს, სადაც დიდი შანსი არის, რომ თვითონაც გაითიშოს, დიდი შანსი არის, რომ მახაჩევის გაითიშოს და ამაში აიყოლიოს, აი ამ ტემპის ბრძოლაში, იმიტომ რომ შანსები მანდ გაჩნდება. და მახაჩევი კიდევ შეეცდება, რომ ეს ბრძოლა აი დავარცხნილად დაიყვანოს, რაღაცა მასტერ-კლასი ჩაუტაროს ჭიდაობის და დალაგებულ ბრძოლაში გატეხილ ცარუკიანს მოუგოს. როგორც იყო პირველი ჩხუბი, ხო გახსოვს იმან ტეიქდაუნი გაუკეთა მე, ამან აი პირველი ჩხუბი დაძაბული, კარგი ჩხუბი იყო, მაგრამ ტექნიკური შეჯიბრი იყო. ის არ იყო ვინ უფრო მაგარი ბიჭია შეჯიბრი და ტექნიკურ შეჯიბრში და სპორტულ შეჯიბრში ვერ აჯობებ ისლამს, ნუ ჯერჯობით არ ჩანს არავინ რომ აჯობოს. მე მჯერა რომ არსებობს, მაგრამ თავის დივიზიონში არ არის. და ეხლა სხვანაირად უნდა შეერკინოს ამ ყველაფერს რა მე იმას კი არ ვამბობ რომ ისლამი დადუხოს და რამე არა უბრალოდ უნდა გააკვირვოს რომ აუ ნახე რა ხასიათზე ყოფილა და ასე რომ მე მგონია რომ ესე უნდა მიუდგეს ამ საქმეს ჩვენი არმან ცარუკიანი და ისლამ ახაჩევსაც შეეხება მაითი მაუსთან ქონდა ინტერვიუ და მერაბზე რა თქმა უნდა ჩამოვარდა საუბარი არც კომპლიმენტი და უშურები რა თქმა უნდა ხა ჩემპიონია მერაბი და ხა კარგი მებრძოლიაო რო იტყვი ჩემპიონზე ო მადლობა ჩემპიონი რო კარგი მებრძოლია მე ვერ გავხდები ჩემპიონი და ვიცით რო კარგი მებრძოლია ნუ ლეგიტიმაციასაც მე ეცვლის დააყენებს ხა ჩემპიონის შეფასებას რო გთხოვენ და კარგი მებრძოლიაო რო ამბობ ანუ
ეთიკა არის საჩემპიონო. ხო, ვიცით, აბა ხა ცუდი ჩემპიონი როგორ შეიძლება ის ჩემპიონი იყოს ცუდი, აი თოდრიკოსი არ ხარ. როგორ ჩემპიონი აი ვერ ჭუბობს, აი ხელის მოქმედება არის. რა თქმა უნდა რომ კარგია, მაგრამ ნუ არა იქ რაღაც სიტუაციების ახსენა რომ elite level, მაგრამ ნუ ძალიან ფორმალური იყო და ერთი რაღაც მომესმა ძალიან კარგად, რადგან აი მე რამდენი შეცდომა დაუშვიათ მირაბის ოპონენტებს იქ, საერთოდ ფიქრობდა რომ საბოლოო ჭიდაობაში მე ვინ უნდა მომერიოსო და ვინ ათრიეს აქეთ-იქით მეშოკივით, კარტოფილის, უკაცრავად მეშოკზე, ტომარასავით, ნახეთ. მომალის ამბობდა რომ ძალიან მოკლერიჭიანი მერაბი როგორ ვერ უნდა დავიჯირო კონტრდარტყმაზეო და ავით იანი საერთოდ არ ვიცი სიცილით ხვდებოდა მე მგონი რომ რას ვერ ხვდებოდა რა შეიძლებოდა დაეპირისპირებინა მერაბს მისთვის და ეს ხუბები რას ჩამოთვალე როგორ დამთავრდა და პლუს ალდო რომელსაც ჭიდაობით ვერ მოუღო ჭიდაობა უნდა გაანეიტრალოს მერაბის უმარმა და დანარჩენიო რა მე მგონი გადაწყვეტილიაო და მე არ ვიცი სერიოზულად ფიქრობენ რომ უმარნო მოგომედოვი ჟოზე ალდოზე კარგი სტრაიკერია არ ვიცი ხო შეიძლება არ ვიცი მე როგორ დავიჯერო ძალიან მიჭირს ხა მაგის დაჯერება მაგრამ კარგია მე მომწონს რომ ესე უყურებენ რომ მერაბი არის მოჭიდავე და ჩვენს კარგად ვიჭირთ კი ბატონო გიჭირი მე კი ეგრე იფიქრეთ ეგრე გეგონოთ უბრალოდ პირობას გაძლევთ რომ მერაბი არის ძალიან მაგარი MMA-ის მებრძოლი და ეგ მახაჩემად ძალიან კარგად იცის რომ MMA-ში არ არსებობს ცალკე ჭიდაობა და ცალკე სტრაიკინგი ეგეთ რამე არ არსებობს და მერაბი არის ამის უდიდესი და უმაგრესი მაგალითი მერაბი არის MMA-ის მებრძოლი რომელიც გონია რომ გირტყავს და გდებას გიკეთებს გონია გდებას რო გიკეთებს და გირტყავს და რა ვიცი იფიქრო ეგრე უმარის პერსპექტივიდან რო ვისაუბროთ სანამ მერაბის პერსპექტივასა და მერაბის სტრატეგიაზე გადავალთ აი ხა ჩვენ რო ვიყოთ უმარის კუთხეში და უნდა გავსაზღვროთ უმარს ბრძოლის სტილი რითაც შეძლებს მერაბის განეიტრალებს ერთი რასაც შეიძლება რომ ურჩიოთ არის ის რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს მეორე ნომრად, იმიტომ რომ სადაც მერაბი წინ წავა და ეს უკანა ფეხზე დაიწყებს ბრძოლას, ძალიან რაც არ უნდა მაგარი ფეხის დამრტყმელი იყო უკანა ფეხით როცა ხარ ვერ ურტყავ. მით უმეტეს კონტრა ჭიდაობა რის იმედიც აქვს, რომ აი და უმარი უკეთ ეჭიდავებს, უმარმა რავი სენთეგენი ძლივს დააგდო რამდენი წვალების მერე. სულდგებოდა სენთეგენი. სულდგებოდა და ეს მერაბთან არ მგონია რაღაც უპირატესობა იყოს. სენთეგენზე ბოდიში სენთეგენზე მერაბი არის 5 ჯერ უკეთესი მეჭიდავება. ერთადერთი ბრძოლათან სადაც 5 რაუნდი იბრძოლა უმარმა არის სენთეგენთან და სენთეგენს მე-4 რაუნდში რაც ჭირდა გიგვახსოვს, აი ადამიანს ბრძოლა აღარ უნდა და აბსოლუტურად თავისი ტემპით თან. ეგ ჩუბი იყო უმარის ტემპის კარნახით. უმარს რისაც ჯერა და ზოგადად AK teams რისაც ჯერა არის რომ უმარს აქვს უპირატესობა უშუალოდ საბმიშენის ნაწილში და ფიქრობენ რომ სადღაც დაასაბმითებს აი უმარმას თქვა ინტერვიუში რომ თუ დამაგდებს დავასაბმითებ. ეგ ალბათ იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რაზეც კონცენტრირდებიან პირველი 2 რაუნდის განმავლობაში, იმიტომ რომ სანამ ბოლომდე გაოფლიანდება და სანამ აი ეს κουიზის ძალა, ეს მოჭერის ძალა სანამ ეყოფა, მაგამდე ალბათ იქნება გეგმა ეგ, მაგრამ როდესაც რაც არ უნდა გამოგდიოს, ან მერაბის მოგების ფორმულა რა არის? ყავდა ძალიან ბევრად უკეთეს სტრაიკერი ვიდრე არის მერაბი გომალის სახით. ყავდა აქეთ ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები რაღაც ასპექტში ყოველთვის ჯობდნენ მერაბს, ის ფორმულა მუშაობს MMA-ში, რომ რაც არ უნდა კარგად იცოდე რაღაც, თუ უფრო დაღლილი ხარ, აღარ გამოგდის ეგრე კარგად. იმიტომ რომ საბრძოლო სპორტია და ეს არ არის რაღაცა ჭადრაკი, რომ ხელი გადაწვა. ამიტომ უმარს მე ვფიქრობ, რომ მეორე რაუნდის შემდეგ საერთოდ შეეცვლება გეგმები და ვეღარ მიხვდება რა უნდა ქნას. მეც ეგეთ წარმოდგენა მაქვს, რომ პირველ რიგში მერაბს აქვს ის UFC-ის ისტორიაში ყველაზე დაუფასებელი სტრაიკინგი. ამის ძალიან მჯერა, რომ აი მოლოდინი და სინამდვილე რაც არის მერაბის სტრაიკინგი არის აბსოლუტურად ყველაზე underrated. მერაბს შეუძლია რომ
60 წამში შეგიტიოს MMA-ის ყველა ასპექტით. შეიძლება ფეხი დაგარტყას, მერე ხელი დაგარტყას, მერე გდება გაგიკეთოს და მერე ლეგლოკი ცადოს. ანუ მერაბი ყოველთვის იგებდა იმით, რომ საკუთარ ტემპს ახვევდა ადამიანებს და მის ოპონენტებს. როცა უცბად შორს არის, მერე კლინჩი არის, მერე გდებას გიკეთებს, მერე ბადესთან შეკრავს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მე არ მჯერა იმის რომ ეხლა ეს მე ვიცი და იმან არის ისა ქვია ის ისლამ ახაჩემ არის და უმარ გომედომა უბრალოდ სუბიექტურობა აბრმავებს ადამიანს სუბიექტურობა იქ კემპში განწყობა გინდა იქ შენ ჭირდება რომ დაიჯერო რომ უკეთესი ხარ და მე გულახდილად ვცნობ რომ რაღაც როგორ ანუ აშკარად რაღაც ძალიან თავდაჯერებულები არიან და ეს ბუკმეკერების იდიოტურმა ფსონებმა ხო საერთოდ ამ ყველაფერი არის ამასთან ეს სულელი მენანახი არ მაქვს მერაბი რო არ იყოს მერაბის მიმართ რო ესეთი პოზიცია არ კონდეს დენას შეიძლება უმარსაც ცოტა განსხვავებული პოზიცია ქონოდა და უფრო მეტად პატივისცემა გამოიხატა იმან თითქოს ის ფაქტორი რომ მერაბის ჩემპიონობის სურვილი დიდათ არ აქვს და უმარი ურჩევნად გონიათ რომ ეს ამას რაღაცა ხელს უმართებს და ისიც რომ თანაბარ ბრძოლაში ახლა უმარს რომ იცევენ უპირატესობას ეგ ყველამ ვიცით უკვე ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის მერაბის გულშემატკივრებს არის ის რომ მერაბს 3 თორს არ მიცემენ მერაბ ეგ ჭუბი უნდა მოიგოს ან 4-1 ან 5-0 და ეს არის ჩემი აზრით მოცემულობა. აი, როგორი 3 თორი შეიძლება მიცენიცი? აი, სალაპარაკო რო ბოლო 3 რაუნდი არ არის. აი, თუ აირია რომ პირველი შეიძლება უმარმა წაიღო, მერაბმა წაიღო, მერაბმა და მესამე. აი, როიც როგე მოგებული ბრძოლა და მერე თმობ, აჩეხილ 3 თორს მერაბს არ მიცემენ. მერაბს 3 თორს თუ მიცემენ, ეს იქნება რომ დაი დომინანტი ბოლო 3 რაუნდი, მესამე, მეოთხე, მეხუთე. ნუ 4-1 და 5-0-ს ვერ გაუყალბებენ, ახლა ეგეთ რაღაცები არ ხდება. ასე რომ ამ დამოკიდებულებით ერთადერთი რაღაც რჩება მერაბს, რომ ისევ რაც იანთან გააკეთა რა, ანუ პირჯვარი უნდა გადაიწეროს, მაგრად უნდა მოემზადოს და ვიცი რომ უკვე მზად არის და აბსოლუტურად სხვა ადამიანია რა. ეხლა რამდენი ისტორია უნდა მოისმინოს. ჩემპიონის, უკვე ჩემპიონის პოზიციიდან უყურებს ამ ყველაფერს. რაღაცნაირად უნდა მიუდგეს ის რაღაცნაირად კი არა, თავისებურად უნდა მიუდგეს, როგორც მიუდგა ალჯოს შუაში და სეჰუდოს, ომალის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კარგად იცის. მე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ზოგჯერ ეხა მით უმეტეს აი ამ იმაზე რა ქვია ამ build-up-ზე, აი მერაბი ძალიან ემოციურია და მერაბი შეიძლება ემოციურია და ეგ კარგიც არის, მაგრამ ჭუბში არის უდისციპლინირებული, აი არ ვიცი, მით უმეტეს ბოლო წლებია, ნუ ეს არის დისციპლინის განსახიერება, ძალიან კარგად იცის ყველაფერი. ალჯო ძალიან კაი კუთხეა, აი ძალიან კარგი კუთხეა იმ სერაზეც და ლონგოზეც კარგჩევებსაც აძლევს ხოლმე. ასე რომ ერთადერთი სხვაობა იქნება ის რომ აი უნდა იცოდეს რა რომ ახლო ჭუბს არ მიცემენ რა და მე დარწმუნებული ვარ რა იცის ეგ ხო და ვიცი რომ იცის მეც მგონია რომ ხვდება მაგას და მაგ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხო იცი აი თანაბარი ჭუბის მე თანაბარი რაუნდის მე რო ჭდები და ისე როგორი რაუნდი ხო სულ ეგ გავთავარი რომ გითხრას შენ მაგუთხემ რომ როგორი რაუნდი გქონდა იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანესი ინფორმაცია იმიტომ რომ MMA არ არის ღია სკორინგის სისტემა ხო ფეხბურთში გოლი რო გაიტანე იცი გოლი რო გაიტანე და იცი რომ 1-0-ს იგებ MMA-ში რომ მორჩა რაუნდი არ იცი რა ხდება შესაბამისად ძალიან გულახდილები უნდა იყვნენ მერაბის კუთხეებში. ოდნავ თანაბარ რაუნდზე უნდა უთხრან რომ ამას არ მოგცემენ რა. მოუმატე მერაბ უფრო მეტი გვინდა.
მან რაღაც კომფორტის ზონის შექმნა და რაღაც ესეთი დამოკიდებულება რომ იმ მომენტში მერაბს გაუსწორონ და თავი კარგად აგზნობინონ არ მგონია რომ სწორი იყოს და პირველ რიგში მაყურებელს მიმართა რომ მე ამას მერაბისთვის და ალჯოსთვის არ ვსაუბრობ ეს თვითონაც იციან უბრალოდ თქვენ გესაუბრებით ჩემ აზრებს მე ჭკუას არ ვასწავლი მერაბის კემპს რა თქმა უნდა ესეთი მდგომარეობა მგონია რომ იანთან რაც ხნა ის უნდა გააკეთოს კი თან არსებობს ფაქტორები, როდესაც დაუმარცხებელ მებრძოლს რო ხვდები, ეგ რაღაცა დოზით რისკია, იმიტომ რომ ბევრად მეტად თავდაჯერებულია და ეს თავდაჯერებულობა შეიძლება იყოს რაღაცა საბრძოლო სითავხედის ფაქტორი, რაც რაღაცა მომენტებში ძალიან დიდი უპირატესობა. მაგრამ უმარის შემთხვევაში მერაბთან ამ უპირატესობას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მერაბთან უფრო მეტად მე ვფიქრობ, უფრო ფრთხილი ბრძოლა არის საჭირო, სადაც აი მე რომ უმარი ვიყო, ვეცდებოდი რომ მერაბი რო დამაგდებს, იქ გრეპლინგი ვცადო იმდენი ხანი რომ მთელი რაუნდი არ წამოდგეთ, იმიტომ რომ თუ აი ის ტემპი უკვე გადავა მერაბის ტემპში. და მე თუ აი მერაბ შემოვეხვია და აი ეს გრეპლინგი დავჭი თქვევით, ეს ნიშნავს რომ მერაბის ტემპი აღარ მიდის ისე როგორც საჭირო არის. და ეგ დაუმარცხებლობის განცდა რაღაცა დოზით თავდაჯერებასთან ერთად რისკი არის, იმიტომ რომ მეორე და მესამე რაუნდში, როდესაც ცხოვრებაში პირველად MMA-ში, UFC-ში, მithumetes საჩემპიონო ბრძოლას, როცა ნერვები უფრო მეტად გაქვთ დაჯიმული ვიდრე სხვა დროს, ბევრად უფრო გამაღიზიანებელი იქნება და ბევრად უფრო სტრესული იქნება, როცა იგრძნობ, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც არის საჭირო. ზოგადად, როცა საუბრობ მერაბის დამარცხებაზე, ხო? მერაბის აი ეგეთი მერაბის კი არ მე გავანებთ მერაბის სტილის მებრძოლის დამარცხებაზე. რა მეთოდით გაფიქსდება, ხო, რომ ვიღაცამ მოარტყას რაღაც ჰაიკიკი, ანუ ძიმე და იქ შეიძლება დაიჭირო. ანუ აი ყველაზე დიდი შანსი წესით ქონდა ომალის, იმიტომ რომ ომალი სასწაული დამწყმელია. ომალი და იანსა ერთ-ერთმა ვერაფერი ვერ უმარს ეგეთი იარაღი რაღაც ერთი გასროლა, რომელიც რაღაც სასწაული მარჯვენა ჰუკი, როგორც ვთქვათ, რა ქვია, პოატანის მარცხენა მოჰუკ მოაპერკატო დარტყმა. რა ქვია, ომალის, რა ქვია, დაახვევსო პირდაპირ მარჯვენა რამდენის გვინდა კონორის მარცხენა ჰუკი და ასე შემდეგ. ესეთი იარაღი მას არ გააჩნია. ანუ მას მოუწევს მერაბის ციფრებით გადაჭრილვა. მას მოუწევს მერაბის რაოდენობაზე, ტემპზე, ძალაზე და ამაში ჯერ მერაბს პრობლემაც კი არ შექმნია ამ მიმართულებით და ნახოთ უმარი რას დაუპირისპირებს. ისე სხვათა შორის ეგეთი დიდი რო იყო უმარი არა მასა არ ეთქობა. მაგრად გამიკვირდა. ნახოთ თან წონის კლება ხო, ასაკიც ისეთი აქ რომ კლებას იტანს. არა, მე იმას გავამბობ, რომ შეიძლება ვერ დაიწყოს. არა, მე ვამბობ, რომ ამ პერიოდში ეგ დიდი უპირატესობა აქვს. ეხლა რამდენიმე 5 წლის შემდეგ შეიძლება ვერ ჩააბაროს საქმე. მე ხა ადვილად იკლებს წონას, სხვათა შორის უპრობლემოდ იკლებს წონას და რო ეხაც იგივენაირად იქნება და წონის კლების პრობლემა არ გვექნება. დიდია თქო რა, მესა უმარი კი. და ძალაც აქ, აშკარად აი სურგს აი ეს რო აქ უბრალოდ სურგზე ეთყობა ესე კუნთის სიმძლავრე. რა თქმა უნდა, ძალა აქ უბრალოდ კოდის ენთეგენთან ჭიდაობამ დამანახა, რომ არ იყო ის რაღაც კოდის ენთეგენი იმ დენჯერ წარმოუდგა უმარტივესად. აღებული ზურგიდან გაიქცა პირველივე რაუნდში, ისე რომ აი ჰუკებიც აღებული ქონდა. როგორ იცი, აი მეგონა რომ რა არის დახატული ქონდა და წარმოდგენილი ქონდა ჰოპ აი რაღაცა მოძრაობები. სენთეგენთან მაგას გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ჩემთვის იყო რომ ახლა ბოლო პერიოდში რახან მერაბთან ჩაინიშნა კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და უკვე სხვა ასპექტებით დავიწყე ყურება. პირველ რაუნდში სენთეგენის ცოტა გვერდებზე მოძრაობდა და უმარს იმდენად გაუჭირდა ამის დევნა რომ გააჩერდა ცენტრი დაუთმო სენთეგენს დაუთრო წარმოგიდგენ მოჭიდავე უთმობს სტრაიკერს ცენტრს და პირველი ორი რაუნდი სენთეგენი შვენივრად მიდიოდა და უბრალოდ მერაბთან რო ცენტრს დათმობ იქ უკვე შენი ბრძოლის შენი ისე აღარ წავა უკვე ეგ ბრძოლა როგორც შენ გინდა და მოუწევს უკვე რაღაც გაცვლებში შესვლა. მოდი ნელ-ნელა ბოლოსკენ რო გავიდეთ თან რაღაცა ესეთი საბოლოო არა ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ დღევანდელი გადაცემის შეფასება რო გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ
ეს არის ბრძოლა, სადაც აი მართლა ყველაფერი ეს ბანალური სიტყვებია, მაგრამ ნუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა. გულახდი მე არ ვიტყუები და ამას არ ვამბობ რაღაც, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მე როგორც უმარი ვერ ხედავს, როგორ უნდა მოუგოს მერაბმა, ისე მე მართლა მგონია, რომ აი ვერ ხვდები შეხუდო ოქროს მედალოსანმა ჭიდაობაში ვერაფერი ვერ უქნა, საუკეთესო სტრაიკერმა ერთხელ წესიერად ვერ დაარტყა. რა ვიცი, რამდენი მაგალითი მოვიყვანო ეხლა და უმარმა რა უნდა უქნას, რომელიც მაღალ სცენაზე, აი ამ შუქების ქვეშ ერთხელაც ისიც რა იყო, სენთეგენი უმარი, რომელი რაღაც UFC 300 იყო, რომ რაღაც ისე. მერაბს კიდე ნაბრძოლი აქვს ყველაზე გამორჩეულ ივენტზე UFC-ის ისტორიაში, სადაც სფეროში, სადაც რა დაი იქ რო გამოდიხარ საჩხუბრად სპიშენს საჩემპიონო ბრძოლაზე ამან ვერ მოახდინა გავლენა მერაბზე და co-main event-ი როცა ხარ ხო არ მგონია რომ ამანაც რაღაცა მერაბი დასტრესოს და ეს პირველი კამრის ჩხუბი და სტრესი ეს ახლა უმარზე არის მერაბს ეს გამოვლილი აქვს უდიდეს სახელებთან აქვს ჩხუბი ჩატარებული უდიდეს კარდებზე ცირარი ჯესეთი რომ კიდე ბევრია სალაპარაკო და ბევრი შეიძლება მოხდეს და არ მინდა წინასწარ რაღაცა მაგრამ მე ფურცელზე ობიექტურად თავში რო ვალაგებ რაღაცებს მე მერაბისკენ ვიხრები აბსოლუტურად ობიექტურად ვამბობ ამას გარდა იმისა რომ გულშემატკივრო რა თქმა უნდა ჩვენ რა ბუნებრივია რომ რაღაცა დოზის სუბიექტურები ვიქნები და იქ შეუძლებელია რომ არ ვიყოთ და რაღაცა დოზით ჩემზე გამართლებულიც არის რომ ხა ქართველის მიმართ სუბიექტური ვიქნებით ცირე დოზით მაინც არ მგონი ამაში რამე პრობლემა იყოს უბრალოდ მეც ობიექტურად როცა ვაფასებ მართლა ვერ ხვდები მით უმეტეს იმ ბეტინგით ბეტინგ ფავორიტი რა უმარი არის ეკოსა საერთოდ ისულება და მე ვერ ხვდები ფავორიტი რატოა უმარი საერთოდ და არა იმ ხელუპირატესობით როგორიცაც არის ამის გარდა მაინც e-სპორტი იმიტომ გვიყვარს მე ჩვენც და ჩვენ მაყურებლებს რომ სწორედ ესეთი არაპროგნოზირებადი არის და რთული ამ ყველაფრის განსაზღვრა, იმიტომ რომ ორი ადამიანის ბრძოლაში მართლა არავინ არ იცის რეალურად რა მოხდება, ეს უბრალოდ ჩვენი აზრია, რითაც რაღაცა არგუმენტებით ვამყარებთ. თუმცა მე ეს გულით მჯერა, რომ ეს ჩვენი პერსპექტივა, როგორც ხედავთ ამ ბრძოლის განვითარებას, მგონია რომ სიმართლეს შეესაბამება. კი ბატონო. ერთი სიტყვით ძალიან ესეთი რა ამაღელვებელი პერიოდი გველის წინ მნიშვნელოვანეს კი გამარზე ვიჩხუბეთ დავიცავით ეს გადავლახეთ მაგრამ ეხლა ძალიან პრინციპული საკითხებია და ძალიან დიდი ნერვიულობა და იმედი მაქვს უდიდესი სიხარული გველის წინ ჩვენ ძალიან აქტიურად გავაშუქებთ რა თქმა უნდა მერაბის მოსამზადებელ პერიოდს პრესკონფერენციებს და ასე შემდეგ მაგრამ ნუ სხვა MMA ამბებზეც ვისაუბრებთ ხოლმე ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე